ქალაქის ცენტრიდან ველურ ბუნებაში თბილისის ახალი ზოოპარკი გახსნისთვის ემზადება. სივრცე, სადაც რამდენიმე კვირაში ვიზიტორები პირველად შეძლებენ ცხოველების ნახვას გარემოში, რომელიც მათ ბუნებრივ საცხოვრებელს მაქსიმალურად ჰგავს. 48 ჰექტარ ტერიტორიაზე მზადების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ბინადრების ნაწილი უკვე ახალ ვოლიერებშია. ზოოპარკში კი ეტაპობრივად მიმდინარეობს სხვადასხვა ბიოგეოგრაფიული ზონით გახსნა. რა დახვდებათ ვიზიტორებს ზოოპარკის ახალ სივრცეში და როგორ მიმდინარეობს ამზადისი, ამას ანიგენებაშვილის და ლუკა ჩადუნელის რეპორტაჟში ნახოთ. ქალაქის შუაგულში, ურბანულ ქაოსში, მუდმივი ხმაურის, მოძრაობის ფონზე ბუნებასთან ყველაზე ახლოს სწორედ აქ ხარ. სიმწვანე, სიმშვიდე, 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, სადაც ნამდვილი თავისუფლების განცდა გეუფლება. რამდენიმე თვეში თბილისის ახალი ზოოპარკი გაიხსნება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე მზადების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ცხოველების მცირე ნაწილი უკვე ახალ მისამართზეა. მაშ ასე ჩვენი მოგზაურობა დედაქალაქის მთავარ რეკრეაციულ სივრცეში იწყება. პირველი გაჩერება მურა დათვებისა და მგლების ვოლიერია. მაშა. მოდი მაშა, მოდი. ხოხე დათვია ხოლმეში. და ხოხერ ხედავთ? ვერო. ხო, იმიტომ რომ სულ ყველა გადანაწილებულები არიან. დათვების ბუნებაში დაბრუნება, რომლებიც ადამიანთან მიჩვეულია, გამოიწვევს კონფლიქტს. ამიტომ ძალიან სერიოზული მომზადება ჭირდება ამას, მათ შორის დათვის მომზადება. და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მომზადება. ძილეული უყვარს ძალიან და შეიძლება თქვა თაფსაც მიადგეს ეს ჩვეულებრივი ამბავი, გარდა ამისა თქვა შეიძლება საქონელზე ინადიროს. აი ასე და უბრალოდ შეიძლება შევიდეს საკვების სათხოვნელად ვიღაცასთან, იმიტომ რომ თქვა მიჩვეულია ადამიანთან ურთიერთობას. და ის ადამიანი თუ არ არის მიჩვეული დათვთან ურთიერთობას, უკვე დგება სერიოზული პრობლემა. 15-ვე დათვის ისტორია ერთმანეთს გავს. ტყვეობა, საშიში გარემო, რთული გამოცდილება და ბოლოს დახმარებისთვის ზოოპარკში მიყვანა. როგორც წესი ხდება ხოლმე ესე ვიღაცას გავს სახში პატარა დათვი, შემდეგ ჩდება პრობლემა, იმიტომ რომ დათვი როგორც გითხარით, ალბათ რთული ცხოველია და ძალიან ადვილად ბრაზდება, ძალიან ადვილად ეცვლება. ხასიათი და ძალიან ადვილად გადადის შეტევა და მათ შორის ბელებიც, რომლებიც საკმაოდ მწარად იგვინებიან. აი, როდესაც დადგება ეგეთი საკითხი, უკვე ჩდება პრობლემა, რომ მათ აღარ უნდათ და ჩდება მე ესეთი ლეგენდა, რომ აი მივდიოდი ტყეში და ვიპოვე დაკარგული დათვის ბელი. ხო, რაც თავიდან ბოლომდე ზღაპარია. დათვი ტყეში არ იკარგება, დათვი ტყეში ცხოვრობს. დათვი საფრთხე ცხოველია და საკმაოდ ადრეულ ასაკშიც კი შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ადამიანი. დიდი ზომის ვოლიერებში საკვებზე ნადირობენ, მომლელები საქმეს ურთულებენ, იმისთვის რომ მტაცებლის ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ. საკვები დამალულია ხოლმე. სადაც მოფანტულია ესე, ხო, ასე რომ თქვა ერთ ადგილზე რომ დაუყართ, ხანდახან ესეც ხდება ხოლმე. იმის დამიხედვით რა სიტუაცია, რომ დიდი დრო დაკარგვა. სხვა შემთხვევაში ეწყებათ ეგრეთ წოდებული სტერეოტიპული ქცევა, რაც დაახლოებით ესეთი ჩვენი ნევროზის ანალოგია არის. დათვებთან ერთად 6 მგელია, რომელთა მთავარი წესი ერთობა, იერარქია და მუდმივი სიფხიზლეა. ყავდა ადრე ერთი სუბა ესეთი ალფამგელი, რომელიც აი ნებისმიერ სხვა ცხოველს ღებულობდა თავის ხროვაში. ესენი არ არიან ესეთები. მკაცრი ალფა ყავთ. კი, მკაცრები არიან, სხვა მგლებსაც არ ეთქვენ, ამიტომ ეს მგლებიც ასევე მოხდნენ ჩვენთან, როგორც დათვები, ანუ ჩამორთმეულები არიან. ჩვენი მარშრუტის ვარსკვლავი შანია, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს. მოდი ჩემთან, მოდი პატარა, მოდი. მენას რო იწყებს, მე გამოდივარ. ბიოგეოგრაფიული ზონები ეტაპობრივად გაიხსნება. პირველ ეტაპზე კავკასიის, შემდეგ აფრიკისა და აზიის ექსპოზიციები. ამჟამად ახალ ზოოპარკში უკვე ბინადრობენ კავკასიაში გავრცელებული სახეობები, ესენი არიან მურა დათვები და მგლები, რომლებიც ერთ ვოლიერში ცხოვრობენ, დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები, კეთილშობილი ირმები და ნიამორები, რომლებიც ასევე ემეზობლებიან ერთმანეთს ერთ ვოლიერში. აქვე არიან დომბები და ჩვენი შანი, ჩვენი ლომი შანი, რომელიც ცოტა ხნის წინ შემოუერთდა ახალი ზოოპარკის ცხოველების არმიას. ჩვენ არ ვაპირებთ ახალ ზოოპარკში
იმ ატრაქციონების გადმოტანას, რომლებიც ახლა ზოოპარკშია განთავსებული. ეს იქნება უფრო საგანმანათლებლო, შემეცნებითი ტერიტორია, სადაც ადამიანი მიიღებს საჭირო ინფორმაციას და შეძლებს ასევე სასარგებლოდ დროის გატარებას. ზოოპარკს რომ ველური ბუნების კონსერვაციის პროგრამა არ ქონოდა, ბევრი სახეობა აღარ იარსებებდა. იშვიათ ჯიშებს გადარჩენის და შემდეგ ბუნებაში დაბრუნების შანსი ეძლევათ. ეს არის დომბა, ხშირად ამ სახეობას ევროპულ ბიზონსაც უწოდებენ ხოლმე. ადრე ეს სახეობა იყო საქართველოში გავრცელებული, მაგრამ ახლა მთლიანად გადაშენებულია და ჩვენი კონსერვაციული პროექტების ფარგლებში ჩვენ გადავწყვიტეთ ამ სახეობაზე მუშაობაც. ჩამოვიყვანეს თავდაპირველად მუსტავ, ეს იყო მამრი დომბა, შემდეგ შევრთეთ მას ორი ცოლი და ახლა საკმაოდ მრავალშვილიანი ოჯახია ახალ ზოოპარკში წარმოდგენილი და სამომავლოდ ვფიქრობთ ამაზეც, რომ რაღაცნაირად შევძლოთ ამ სახეობის დაბრუნება და ბუნებაში აღდგენა. დასავლეთ კავკასიური ჯიხვიც ამ ჩამონათვალშია, ბუნებრივ გარემოსთან, მაქსიმალური სიახლოვით. ვოლიერი ისე მოაწყვეს, რომ თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ეს ჯიხვები არიან გადაშენების პირას მყოფები. კი, ეს გახლავთ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, მის ლათინური სახელი ესეთი კაპრა კავკასიკა. ეს გახლავთ თიშჩლიკოსნებს შორის ყველაზე ვიწრო არეალის მქონე სახეობა. ეს ქვები ჭირდებათ მათ პირველ რიგში იმისათვის, რომ ზედირბინონ და ამავე დროს ჩლიქები გაიცვიდონ. 13 ივნისის ტრაგედიამ განვითარების ხედვა შეცვალა. გაჩნდა ახალი ზოოპარკის შექმნის საჭიროება, სხვა ხედვით, სხვა კონცეფციით. ცხოველებისთვის მაქსიმალური კომფორტი მთავარ მისიად დაისახეს. ძველი ზოოპარკი პრინციპში განახერხდა. ძალიან იქ ბევრი რამე შეიცვალა, საკმაოდ გახსოვთ ყველაფერს, ხო იქ საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანები დაიღუპნენ, მათ შორის სამჯერ თანამშრომელი, ძალიან ბევრი ცხოველები და ამან რა თქმა უნდა ყველაფერზე ზემოქმედება მოახდინა. აი ამის შემდეგ დავიწყეთ უკვე ახალი ზოოპარკის მშენებლობა. მთავარი კონცეფცია ეს არის ღია ვოლიერები, დიდი ვოლიერები, ბუნებასთან დაახლოებული პირობები და შესაბამისად მათი ქცევის ნორმალური გამოვლინება. საერთაშორისო სტანდარტების მქონე ზოოპარკი პირველ სტუმრებს საფხულში მიიღებს. კეთილმოწყობილი ვოლიერები, ჩვენი და თქვენი საყვარელი ცხოველების გაცნობის და მათზე დაკვირვების შესაძლებლობას მოგცემს.